2026 წლის 31 მარტი 2025 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ასევე მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის და გადახდის თარიღია. აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1 აპრილი 2025 წლის საწარმოს და ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის და გადახდის თარიღია. რა არის საშემოსავლო გადასახადი, როგორია საშემოსავლო გადასახადის გადახდისა და ანგარიშ სწორების წესი, ასევე რა ახალ ინიციატივას თავაზობს შემოსავლების ამსახური კომპანიებს საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციებისთვის მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით თემაზე სასაუბროთ შემოსავლების ამსახურისა და ბიზნეს პარტნიორის რუბრიკის სტუმარია შემოსავლების ამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ლევან გებუაძე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. თავდაპირველად რომ განმარტოთ 31 მარტისა და 1 აპრილის რა თარიღებია ფინანსურ ნაწილში და მე უკვე ვისაუბროთ ჩაშლა თვითონ ამ მიმართულებაზე. კი ბატონო, სწორედ ძანეთ, ეს არის ყოველწლიური სავადო თარიღები, როდესაც 31 მარტის ჩათვლით იმ მეწარმეებს, მათ შორის მეწარმე ფიზიკური პირებს და მოქალაქეებს უწევთ წარმოადგენენ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია და ამავე ვადაში გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი იმ შემთხვევაში, როდესაც მათ აქვთ ორგანიზებული სამეწარმეო საქმიანობა, მიღებული აქვთ შემოსავლები და გადახდის წყაროსთან შემოსავლი არ დაკავებიათ. აქვე დავაზუსტებ, ვიზე ვრცელდება, ან ვინ არიან ეს მეწარმე სუბიექტები? დიახ, ეს არის სხვადასხვა სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები, რომლებიც დამოუკიდებლად იწევიან სხვადასხვა მომსახურებას პირადად და ახორციელებენ შექმნილი პროდუქციის მიწოდებას. მეორე, ეს არის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები, რომლებსაც აქვთ ასევე პასიური საქმიანობა, გარდა თავიანთი პროფესიული საქმიანობისა, ძირითადი საქმიანობისა აქვთ პასიური, მაგალითად ქონების იჯარით გაცემა, საიდანაც უწევთ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის წარმოდგენა. ეს არიან ასევე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებში დასაქმებული ფიზიკური პირები, რომლებსაც მიღებული შემოსავალი გადახდის წყაროსთან არ უკავდებათ. ასევე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დასაქმებულები არიან დიპლომატიურ დაწესებულებებში და მათაც გადახდის წყაროსთან შემოსავლები არ უკავდებათ. ყველა ამ ჩამოთვლილ კატეგორიას გადასახადის განამხილებს. კი ბატონო, ანუ მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ. ეს არის კომპანიები, რომლებიც ყოველთვიურად პირობითად იხდიან საშემოსავლო გადასახადს. ეს არის ის ჩამონათვალი, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ, რომელსაც სწორედ 31 მარტს აქვს წარდგენის ბოლო ვადა. დიახ. ეხლა დაამნიშნავია თვითონ რა არის ეს საშემოსავლო გადასახადი და რა განაკვეთზე აქვს საუბარი, ანუ რა უკავდება, რისი გადახდის ვალდებულება აქვს ამ პირებს. საშემოსავლო გადასახადს მეწარმე ფიზიკური პირები იხდიან მიღებული შემოსავლებიდან გამომდინარე საგადასახადო ორგანოში ხარჯების გამოკლების გათვალისწინებით, რომელსაც ადეკლარირებენ ხარჯების გამოკლების გათვალისწინებით, განაკვეთი დამოკიდებულია საქმიანობაზე. შესაძლებელია ეს იყოს 20% ან 5%. მიუხედავად იმისა, თუ რა საქმიანობას ახორციელებენ. ძირითადში იმ მეწარმეებისათვის, რომელთაც არ აქვთ სპეციალური რეჟიმები, იქნება ეს მიკრო თუ მცირე ბიზნესის რეჟიმი, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი არის 20% მიღებული შემოსავლებიდან გამომდინარე. იგივე 20%-ია დაქირავებულ პირთა შემთხვევაში, რომლებსაც გადახდის წყაროსთან არ უკავდებათ შემოსავალი, როგორც წეგან აღნიშნე, ეს არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის და დიპლომატიური დაწესებულებაში დასაქმებული შეღავათებსაც იცვალისწინებს ამ შემთხვევაში კანონმდებლობა და ვის ეხება ეს შეღავათები? შეღავათები ეხება ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს. შესაძლებელია ეს იყოს სხვადასხვა სახის ჩამონათვალი, მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობების პირებზე არის 1500-დან 3000 და 6000 ლარამდე სხვადასხვა კატეგორიის პირებისათვის არის, ასევე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებულ პირთათვის 200,000 ლარი მიღებული შემოსავალი განთავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან. მაღალმთიან რეგიონის საწარმო სტატუსის მქონე ფიზიკური პირები ასევე არიან განთავისუფლებული საშემოსავლო გადასახადისაგან. შეღავათების ნაირსახეობა ძალიან ვრცელია, დიდია და მისი სრული რეესტრის ნახვა შესაძლებელია ჩვენს სამსახურის სტატისტიკურად რამდენად ბევრია ასეთი პირი, რომელსაც დაუშვათ 31 მარტს ეწურება საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვადა? ჩვენი მოლოდინებით 2026 წელს 31 მარტს ჩვენი მოლოდინებით დაახლოებით 150,000 პირისაგან ესეთ დეკლარაციებს, რომლებსაც გაუგზავნეთ წინასწარ SMS შეტყობინებები, მათ მოახლოება მაჩვენებელი მზარდია და რაც უფრო სასიხარულო მზარდი არის ასევე ნებაყოფლობების
სახელობითი დეკლარაციის წარმოდგენის და სწორი მონაცემების დეკლარების მაჩვენებელი, რომელიც წინდან წლამდე გვაქვს. რამდენად სწორად აცნობიერებენ დაუშვათ ეს ფიზიკური პირები, რომლებსაც ახლა მე და თქვენ საუბრობთ, რომ საშემოსავლო გადასახადი მათაც აქვთ გადასახდელი და არ აქვს მხოლოდ პირობითად ცალკეულ მსხვილ რომელიმე კომპანიას ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ან სხვა ტიპის საზოგადოებას. სწორედ ძალიან რომ თვითდასაქმებულები, რომლებიც ინდემეწარმეებად არიან რეგისტრირებულები, მეტი ინფორმაციის მიწოდება სჭირდება და რეგისტრაციის დღიდანვე მათ ეგზავნებათ საინფორმაციო ბარათი წარმოსადგენ მომავალ ვალდებულებებთან დაკავშირებით. მათ გადახდის წყაროსთან არ უკავდებათ ეს შემოსავლები, ეს თვითონ გამოიმუშავებენ ან შემოსავლებს, იმიტომაც იწოდებიან თვითდასაქმებულები და მათთან ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით, რომ წლის ბოლოს წელიწადში ერთხელ აქვთ სწორედ ამ საშემოსავლო გადასახადის დეკლარირების ვალდებულება. კი ბატონო. რაც შეხება მოგების გადასახადს, აქ ამ შემთხვევაში რა ხდება, ვის ეხება მისი გადახდა და რა ტიპის ვალდებულებებია ამ ნაწილში? მოგების გადასახადიც ასევე 31 მარტის ჩათვლით ეს ეხება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მოგების გადასახადს არ იხდიან განაწილებული მოგების მიხედვით. ძირითადად ეს არის საფინანსო სექტორი. იქნება ეს ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, ლომბარდები, სესხისგამცემის სხვა სუბიექტები და ასე შემდეგ. მათ ეკუთვნით მოგების გადასახადი ასევე მიღებული შემოსავლების შეპირისპირებით ხარჯებთან და კუთვნილი მოგების გადასახადიც სწორედ ამ ბაზაზე გენერირდება და მათთვისაც ასევე გაგზავნილი არის საინფორმაციო სახის შეტყობინებები. კი ბატონო, ამ შემთხვევაში დაუშვათ რამდენი გადამხდელის მიერ გადასახადის გადახდას ვარაუდობთ? იურიდიულ პირებს რაც შეეხება დაახლოებით 300 კომპანიას ველოდებით წლიური მოგების გადასახადს და ქონების გადასახადს. კონსოლიდურია. ქონების გადასახადს ველოდებით დაახლოებით 80,000 ესეთი იურიდიული პირის. გარკვეულწილად უკვე შეეხეთ ქონების გადასახადს. 1 აპრილი არის ბოლო ვადა, ხო? ანუ რა ვადაა და ამას ძალიან ხშირად არის, რომ ადამიანებს ხშირად ერევათ პირობითად 1 აპრილი და იგივე 31 ოქტომბერი, როდესაც ასევე ქონების გადასახადთან დაკავშირებით არის ხოლმე მთელი აჟიოტაჟი და მე და თქვენ ბევრჯერ გვისაუბრია ამ ნაწილს. ამ კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ, რა ვალდებულებები და რა ქონებას ეხება ეს 1 აპრილს გადახდის ვალდებულება? საწარმოები და ორგანიზაციები, რომლებსაც 2025 წელს გააჩნდა დასაბეგრი ქონება, ვალდებული არიან არაუგვიანეს 1 აპრილისა და ადეკლარირონ კუთვნილი ქონების გადასახადი და გადაიხადონ ამავე ვადაში. ეს არის ძირითადი საშუალებები, ნაგებობების შენობა, ნაგებობა, დაუმთავრებელი მშენებლობა, მათ შორის ინვენტარი, რომელსაც იყენებენ არანაკლებ 1 წლის ვადით. ერიცხებათ ბარათზე, ერიცხებათ ბალანსზე და გამოყენებულია ეკონომიკურ საქმიანობაში. აქ ორ ნაწილად გავყოთ უბრალოდ ეს არის ერთი ნაწილი, როდესაც ქონებაზე იხდიან 1 აპრილს, მეორეა ადეკლარირებენ 1 აპრილის მდგომარეობით ასევე მიწის შესახებ ინფორმაციას, თუ რას აკუთვნებენ მიწის ნაკვეთებს, ასევე სახელმწიფოს განახ შესაძლებელია სარგებლობაში აქვს გადაცემული მიწის ნაკვეთები, უბრალოდ აქ უნდა განვასხვავოთ, რომ მიწაზე ქონების გადასახადი იხდევინება მიმდინარე წლის 15 ნოემბერს. ორივე დეკლარირდება 1 აპრილის ჩათვლით, ხოლო მიწაზე იხდევინება 15 ნოემბერს, დანარჩენ ქონებაზე 1 აპრილის ჩათვლით. კი ბატონო. და კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ელექტრონულ სხვადასხვა მომსახურებას უკვე ელექტრონული სახით ახორციელებს შემოსავლების სამსახური და აქ სულ არის ხომ რომ აი რამდენად ეს ოპტიმალურად მორგებულია გადამხდელზე, რამე სიახლე ხომ არ არის დაუშვათ პერიოდულად. ამ შემთხვევაში, მაგალითად ამ ტიპის ამ გადასახადები, რომელიც ახლა მე და თქვენ ვახსენეთ, მათი გადახდის შესაძლებლობა თუ არსებობს ელექტრონულად და რაიმე სახის სირთულეს წარმოადგენს თუ არა ელექტრონულად ამ გადასახადების გადახდა, ან რამე სიახლე ხომ არ გაქვთ ამ ნაწილში. გეტყვით, რომ დეკლარაციების თითქმის 100% ჩვენთან წარმოდგენდება ელექტრონული ფორმით, ასევე გადასახადის გადახდა შესაძლებელია ელექტრონულად. არ არის საჭირო საბანკო დაწესებულების ვიზიტი, ჩვენივე პორტალის მეშვეობით, მათ შეუძლიათ როგორც დეკლარირება მოახდინონ, ასევე კუთვნილი გადასახადის გადახდა. აღნიშნავთ, რომ იმისათვის, რომ გაუმარტივოთ დეკლარაციის შევსება მეწარმეებს, იქნება ეს მეწარმე ფიზიკური პირით, იურიდიული პირით, ჩვენ გვაქვს შემუშავებული და ჩვენ საიტზე ხელმისაწვდომი არის ელექტრონული ვიდეო მგზამკლევი, რომელიც ეხმარება გადამხდელს მარტივად შეავსოს დეკლარაცია და გადმოაგზავნოს. იმიტომ რომ შესაძლებელია მაგალითად ახალ რეგისტრირებულ საწარმოს უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება იყოს მათთვის საჭირო და ამისათვის მათ შეუძლიათ ისარგებლონ.
გარდა ვიდეო ინსტრუქციებისა, ასევე ისარგებლონ სატელეფონო ცენტრის კონსულტაციებით და ასევე ონლაინ ჩატის მეშვეობით მიიღონ ინფორმაცია. და კიდევ ერთ თემა, რომელსაც მე სავალ ნაწილში ვახსენე და რომელსაც ასევე მინდა რომ ჩვენი საუბრის ბოლოსკენ აუცილებლად შევეხოთ, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკადასახადო ორგანოს მხრიდან საერთაშორისო კონტროლირებული ტრანზაქციები და ამის ანალიზი როგორ ხდება, რამდენად აქტიურად იღებთ ამ ტიპის ინფორმაციას და მე როგორ ამუშავებთ და როგორ იყენებთ ამ ანალიზს. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური წლები ამუშავებს. წელს არის პირველი წელი, თებერვლის თვეში შევიდა ცვლილება დეკლარაციებში, დაემატა შესაბამისი საინფორმაციო ველი, სადაც იმ პირებს, ვისაც გასულ წელს, ანუ 2025 წელს მიმოვიდა, ეს არის პირველად დეკლარირებადი ინფორმაცია. აქვთ საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციები ურთიერთდამოკიდებულ პირებთან საზღვარგარეთ, ან ოპერაციები შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის რეზიდენტ პირებთან და ტრანზაქციის ოდენობა აღემატება 500.000 ლარს გასული წლის ტრანზაქციას, ანუ 2025 წლის ჯამის, სადაც გაითვალისწინება ასევე უსასყიდლოდ გაწეული მომსახურება და ასევე ამ ნაშთში ღებულობს მონაწილეობას დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთები. თუ კომპანიას აქვს ესეთი ტრანზაქცია, მან დეკლარაციაში უნდა მიგვითითოს ინფორმაცია ამის თაობაზე, რაც უმარტივებს შემოსავლების სამსახურს ანალიზს, ჩვენ რომელსაც ისედაც ვახორციელებთ ამ ინფორმაციის წარმოდგენის და დეკლარირების გარეშე, თუმცა ეს ბევრად გაამარტივებს პროცესს, როდესაც იქნება ინფორმაცია წარმოდგენილი გადასახადის განმხდელის მხრიდან და იქნება მითითებული აქვს თუ არა უკვე შესაბამისი დოკუმენტაცია შექმნილი, ან აპირებს მომავალში შექმნას, ამის და მიხედვით ჩვენ ამას პერიოდულად ვაანალიზებთ და ვახდენთ კომუნიკაციას, რამდენად შეესაბამება ფასი ურთიერთდამოკიდებულ პირებთან საბაზრო ფასის პრინციპს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ბევრი ალბათობა იმისათვის, რომ უცხოეთში ტრანზაქცია მოახდინო საბაზრო ფასისგან განსხვავებული ფასი და შესაბამისად ამით აიცილო ადგილობრივ ქვეყანაში გადასახადი. რომ დავუშვათ ამ ხრივ დავუშვათ გადასახადის არაკეთილსინდისიერმა გადამხდელმა თავი არ მოატყო სახელმწიფო. ძალიან სიღრმისეული ანალიზი ხდება სხვადასხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათ შორის მესამე მხარისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, თუმცა ამას ვახორციელებთ უკვე წლები არის და ჩვენი მთავარი მესიჯი ამ ინფორმაციის დეკლარირების რაც მოხდა წელს არის ის, რომ მან გამჭვირვალე წარმოგვიდგინონ ინფორმაცია, ხოლო ჩვენ დავუდასტუროთ ეს ტრანზაქცია შეესაბამება თუ არა საბაზრო პრინციპს, რა თქმა უნდა. მათ ასევე იმისათვის, რომ დაზღვეული იყოს ბიზნესი და განსაკუთრებით უცხოური ინვესტიციები, შესაძლებლობა აქვს გააფორმონ საფასო შეთანხმება შემოსავლების სამსახურთან, რომელიც მათ აზღვევს ნებისმიერი რისკისაგან მომავალში განსახორციელებელ ტრანზაქციასთან დაკავშირებით, თუ მათ ექნებათ შეთანხმება საკადასახადო ორგანოსთან ფასთან მიმართებაში, საკადასახადო შემოწმებელს არ შეიძლება და არც აქვს კომპეტენცია, რომ ამ ფასისგან განსხვავებული ფასით, ესე ვთქვათ, მოახდინოს ოპერაციის კორექტირება და გადაანგარიშება. ეს არის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც საკადასახადო პოლიტიკის ინსტრუმენტია და ძალიან ესე დაზღვევას და გარანტიას დაუბრუნებს ბიზნესს ამ ნაწილში, რომ დაიზღვიონ თავი და მომავალი ოპერაციები. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთ თემა. სხვა რა სიახლეებით ხარ წარმოდგენილი 2026 წელს, რას უნდა ველოდოთ? 2026 წელს ბევრი სიახლეები გვექნება, ასევე ჩვენი პროცესების გამარტივების მხრივ, გაელექტრონულების მხრივ, სადაც ჩვენ მომხმარებლებს შევთავაზებთ უფრო მარტივად ხელმისაწვდომ სერვისებს, რომლებიც დაწყებული დეკლარაციიდან დამთავრებული სხვადასხვა სერვისების ხელმისაწვდომობით იქნება უზრუნველყოფილი და შეთავაზებული 2026 წლის განმავლობაში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და სიამოვნებით გიმასპინძლებთ სხვა დროსაც ბიზნეს პარტნიორისთვის. მადლობა მოწვევისთვის.